სტუდენტური სტაჟირების პროგრამა არის ძალიან აქტუალური, დიდი მადლობა ქალბატონინოს ინიციირებისთვის. ჩართულია უამრავი ახალგაზრდა, რომელიც დეტალურად ეცნობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის მუშაობას. ასევე ჩვენ მოგვაქვს ძალიან საინტერესო იდეები და პრიორიტეტები, რომელიც აუცილებლად აისახება ქალაქის მომავალი წლების ბიუჯეტში. საერთო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა პროექტი ჩემი აზრით იმ კუთხით, რომ მივიღეთ ბევრი გათვითცნობიერებული ახალგაზრდა ამ პროექტის ფარგლებში და ამ 10 ნაკადს 10 ეტაპის განმავლობაში მიეცათ შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად შეესწავლათ მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიური დეტალები. არც შენი ქალაქის პროექტის ფარგლებში გავცემ უამრავ სამსახურს და ჩემთვის პირადად საინტერესო იყო აუდიტის სამსახური. საკმაოდ საინტერესო პროგრამაა მართე შენი ქალაქი. ეს მოიცავს ახალგაზრდების დაინტერესებას და გაცნობას ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. საკმაოდ ინტერესით ეცნობიან, ყურადღებით ისმენენ ამ ყველაფერს და ინტერესით ეკიდებიან. მართე შენი ქალაქი ძალიან კარგი შესაძლებლობა არის თითოეული სტუდენტისთვის მიიღონ მონაწილეობა ქალაქის ცხოვრებაში, გაეცნონ ყველა სამსახურის ფუნქცია მოვალეობას, გაგვიზიარონ თავისი შეხედულებები იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დავნერგოთ სიახლე ჩვენ საქმიანობაში და საბოლოოდ მივაღწიოთ წარმატებას ჩვენი ქალაქის განვითარებაში. პროექტი, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება, მართე შენი ქალაქი არის ძალიან აუცილებელი ჩვენი ქალაქისათვის და ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ქალაქის განვითარებისათვის სტუდენტური ჩართულობა ქალაქის განვითარებაში და ყველა ობიექტზე განვითარებისათვის არის ძალიან აუცილებელი. მეოთხედ მასპინძლობთ ახალგაზრდებს, ჩვენთვისაც მოტივაციის მომცემია, რომ გაუზიაროთ საჯარო სექტორში მიღებული გამოცდილება და იმედი მაქვს ეს პროექტი თითოეული ახალგაზრდისთვის იქნება ახალი შესაძლებლობა განვითარებისთვის და წარმატებისთვის. მართე შენი ქალაქი ვთვლი, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. მნიშვნელოვანია ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები მუდმივად ეცნობოდნენ და თვალს ადევნებდნენ ქალაქში მოქმედი სამსახურების საქმიანობას. ჩვენთან მოსული სტუდენტები გადიან შიდა პროცესებს, ნახულობენ თუ რა საქმიანობს ჩვენი სამსახური და ვაცნობთ მათ სტრუქტურას, რათა ნახონ რეალურად თუ კერძოდ რა სიტუაცია არის ქალაქში, მშენებლობები მიმდინარე, დემონტაჟები, დარღვევები, დასუფთავება, დანაგვიანება, ამის შესახებ ინფორმაციას ვაკვლევთ სტუდენტებს, რაზეც თვითონაც აღთვალმანებულები არიან. მე ვარ სტუდენტური სტაჟირების წევრი და ძალიან საინტერესო ერთ წუთი გავატარე აქ და ძალიან ბევრი რამ გავიგე ჩვენი ქალაქის მართვის შესახებ და ახალგაზრდებს ვუჩვენ რომ ჩაერთონ და გაიგონ მეტი მათ ქალაქს. შენი ქალაქის პროექტი ერთ-ერთი პერსპექტიული და მნიშვნელოვანია, რაც მიმდინარეობს ქალაქში. ახალგაზრდა სტუდენტების სწავლის დამთავრების შემდეგ კარგი იქნება, რომ მიიღებენ მონაწილეობას ქალაქის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში. დღეს რეაბილიტაციო განმავითარებელმა ცენტრმა კესანემ უმასპინძლა სტუდენტებს. დღესვე მოხდა ერთ-ერთი სტუდენტის
მოხალისეთ გაფორმება ჩვენს ცენტრში. პროგრამა მარტიშენი ქალაქის შესახებ Facebook ვერდის საშუალებით გავიგეთ და გადაწყვეტთ, რომ ორივე სპორტული მონაწილეობა ყველაზე მოსწრებელი ჩემთვის ამერიკის განმავლობაში იყო სოციალური მხარდაჭერის სამსახური, რომელიც იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და ბევრი საინტერესო ფაქტი გავიგეთ. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჯანდაცვის სამსახური, რადგან ესეთი ინფორმაციები მივიღეთ, რომ ჩვენ სამომავლოს უფრო ჯანმრთელს და უფრო ხანგრძლივს გახდეს. უკვე მე რამდენად კოლეჯმა მოდუსმა უმასპინძლა მერიის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს მარტიშენი ქალაქი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდების რესურსი, რომლებიც არიან მოტივირებულები, ჭკვიანები, განათლებულები იმისთვის, რომ თავისი ქალაქის ისტორიაში შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი.